თუ გაერთიანებულ სამეფოს მცირედით მაინც წამს ადამიანის უფლებების მათ ივანიშვილი უნდა დაასანქცირონ. მაგნიცკის აქტის ინიციატორი ბილ ბროუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ლონდონში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მზია ამაღლობელს ეხებოდა. გზა, რომლითაც პუტინმა საქართველოს საბოლოოდ მიიღო ერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა, განაცხადა ბროუდერმა. საპატრიარქოსთან დასალოცად მისულ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს სასულიერო პირები არ შეხვდნენ. ადგილზე მისულ მოქალაქეებს პოლიციის მობილიზება დახვდათ. მშობლებს უთხრეს, რომ საპატრიარქოს ცხელხაზზე ხვალდარეკონ და ოფიციალურ პოზიციას იქ დააფიქსირებენ. პუტინის არმიამ უკრაინაში აპრილში 120 კვადრატული კილომეტრით დაიხია უკანეს ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა. რუსეთის ეკონომიკა კრიზისში იძირება. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს. ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, კრემლისთვის უკვე დიდი ხანია დადგა დრო თვალი გაუსწოროს საკუთარ მარცხს და დაასრულოს გაუმართლებელი და დამღუპველი აგრესიული ომი. გერმანია რუსეთთან ომისთვის ემზადება. რუსული მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ბერლინში რუსეთის ელჩმა განაცხადა. სერგეი ნეჩაევი რწმუნება, რომ გერმანია დაჩქარებულ მილიტარიზაციას ახორციელებს და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ბიუჯეტს ზრდის. მისი თქმით, თავად გერმანია უარყოფს, რომ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნად იქცა.